ადიდეთ ღმერთი თქვენი სხეულით და თქვენი სულით, რომელიც არის ღვთისა, გამოგისყიდა. მაგრამ ეს იურიდიული მიდგომა, რომელიც იმდროინდელი რომის იმპერიის მოქალაქისათვის მეტნაკლებად გასაგები იყო, ეს ერთი მხარეა იმ საიდუმლოების, როგორც გითხარი, მაგრამ არსი მათ შორის აი ამ იურიდიული განმარტების არსიც არის ისევ და ისევ სიყვარული. სიყვარული, რომელიც უნდა დავინახოთ ჩვენ ღმერთში და შესაბამისად უპასუხოთ კიდევაც და აი რა თქმა უნდა მისი მთავარი გამოვლინება, მისი როგორც სიყვარულის მთავარი გამოვლინება და ის რომ მან თქვა გამოცხადებით ხო ვიცით რომ ღმერთი არის სიყვარული. ეს ხო მარტო ქრისტიანული ესეთი საღვთისმეტყველო თეზისია არც ერთ რელიგიაში. არც ერთი რელიგიის ეგრეთ წოდებულ წმინდა და საღვთისმეტყველო წიგნებში, ეგრეთ წოდებულში. არსად ესეთი საღვთისმეტყველო თეზისი არ არის რომ ღმერთი არის სიყვარული. ეგეთ რამე არსად არ არსებობს სრული პასუხისგებლობით გეუბნებით. გესმით ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და რას ნიშნავს ეს საქმეში? ეს ნიშნავს იმას, რომ მოვიდა ადამიანად და შენთვის ჯვარს ეცვა. სიყვარული ჯვარს, სიყვარულია ღმერთი. და სიყვარული ჯვარს ეცვა შენთვის, რომ შენ შეგეყვარებინა სიყვარული. ამიტომ ჩვენ ხშირად ვამბობდით ხოლმე ერთგვარი რაღაც გამონათქვამებად იქცა, ხო? უყუროთ სამყაროს ქრისტეს თვალებით. ეს დიდებული რამ არის, იმიტომ რომ ჩვენ ქრისტიანები ვართ და ქრისტეს საქმეს ვაგრძელებთ და ჩვენ რომ ეს შევძლოთ ამისათვის მნიშვნელოვანია რომ ქრისტეს გარეშე არ ვიყოთ არასოდეს და ვამბობდით ხოლმე და ვამბობთ რომ არც ერთი წამი ქრისტეს გარეშე და საბოლოო ჯამში ამ ყველაფრის გვირგვინი შეიძლება იყოს ესე რომ გვიყვარდეს ჩვენთვის ჯვარცმული სიყვარული. ეს აი ადამიანის ქრისტიანის ცნობიერებაში მუდმივად უნდა ტრიალებდეს ეს სიტყვები, გვიყვარდეს ჩვენთვის ჯვარცმული სიყვარული, გვიყვარდეს ჩვენთვის ჯვარცმული სიყვარული. და ეს სიტყვები ჩვენს გულზე უნდა იყოს ამოკაწრული. ჩვენ ამას რო ვივიწყებთ, რომ ქრისტიანობა რა არის, რომ სამყაროს შემოქმედი ყოფიერების საწყისი არის სიყვარული და ის მოვიდა და ჩვენთვის ჯვარს ეცვა, ამას რო ვივიწყებთ, აქედან გამომდინარე არის ჩვენი ქრისტიანობა უღიმღამო, უშინაარსო, სულგამოცლილი, გამოფიტული. იმიტომ არის, რომ ჩვენ ვეზიარებით, ვლოცულობთ, მაგრამ ჩვენ არ ვიცვლებით, იგივენი ვრჩებით, იმიტომ რომ სიყვარული აქვს გამოცლილი და ჩვენ თუ არ დავინახავთ ამ სიყვარულს ღმერთისას და არ ვუპასუხებთ შესაბამისად და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ ჩვენთვის არ იქნება გაცნობიერებული ის, რომ ღმერთი არის სიყვარული, რომელიც ჩვენთვის ჯვარს ეცვა და ჩვენის უნდა გვიყვარდეს, მაშინ ჩვენი სულიერი ცხოვრება მხოლოდ თამაში იქნება ქრისტიანობის, რომელიც არაფერ შედეგს არ მოგვიტანს.